იქნებ საქმე სულაც არ არის იმაში, რომ ძალიან ბევრს გრძნობთ, არამედ იმაში, რომ არ ვაძლევთ საკუთარ თავს განცდის უფლებას. ალბათ ყველას გსმენია აზრი და ვფიქრობ მართალიც არის, რომ გრძნობები არ უნდა მართავდნენ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ მეორე აზრზეც, რომ ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვიცით თუ როგორ ვიცხოვროთ გრძნობებთან ერთად. განსაკუთრებით ტკივილთან, სევდასთან, დანაკარგთან, დაბნეულობასთან ერთად. ხშირად სიხარულთანაც და ზოგადად პოზიტიურ გრძნობებთან ერთადაც გვიჭირს ცხოვრება. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს წუხარებაში ყოფნის საშუალებას, რადგან გვეშინია თუ დავიწყებთ, სულით დავრჩებით, ვეღარ შევჩერდებით. ეს შიში ძალიან გასაგებია, მაგრამ ტკივილი არ ქრება იგნორირებით, თავის გართობით ყურადღების გადატანით ის იმალება კი, მაგრამ შემდეგ ბრუნდება შფოთვის, რისხვის, აფეთქებების, დამოკიდებულებების ან თუნდაც უძილობის სახით. კი შეგვიძლია მართლა ვცადოთ ყურადღების გადატანა, ყველაფრის უკანა თაროებზე გადალაგება, გაქცევაც. ეს ხანდახან მუშაობს, მაგრამ მხოლოდ დროებით. რატომ ვირჩევთ ემოციების ჩახშობას, რატომ გვეშინია მათი ასე ძალიან? ეს გამომდინარეობს ჩვენი გამოცდილებიდან, როდესაც მაგალითად ბავშვობაში აკრძალული ან მიუღებელი იყო ემოციების გამოხატვა. რადგან თან გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ როდესაც ემოციები გამოვხატეთ, სხვები ნეგატიურად რეაგირებდნენ. ლოგიკა ვარაუდობს, გრძნობები უსარგებლოა, ისინი რეალობას არ ცვლიან პირიქით, მაშინ რა აზრი აქვს მათ განცდას? მაგრამ საკუთარი ემოციების გამორთვით ჩვენ ხშირად არა მხოლოდ ტკივილს გავურბივართ, არამედ საკუთარ თავთან ვკარგავთ კონტაქტს და შემდეგ მთელი დასრული ცხოვრება ვცდილობთ ამის კომპენსაციას და ვეძებთ ამას სხვა ურთიერთობებში, ყველგან საკუთარი თავის გარდა.